მოგესალმებით მეგობრებო, დღევანდელი ვიდეო, რა თქმა უნდა, უკავშირდება DJI-ის დრონებს, პროგრამულ განახლებას, რომლითაც ძალიან კარგი სიახლე დაგვემატა მართვის ნაწილში. ასევე აგიხსნით, როგორ შეიძლება DJI-ის მიკროფონით, DJI-ის პულტზე ხმის ჩაწერა და ასევე რაღაც პატარა რჩევებს უსაფრთხო ფრენასთან დაკავშირებით რამოდენიმეს კიდე დავამატებ, იმიტომ რომ წინა ვიდეოში გამორჩა სპეციფიური თემები, რაც აჭარას და ბათუმს უკავშირდება ზღვასთან მიმართებაში და საერთო პრობლემა რაც არის ქუჩის ძაღლებთან მიმართებაში. წავედით. DJI-მ განაახლა პროგრამული უზრუნველყოფა ფრენასთან დაკავშირებით, რაც იძლევა ძალიან კარგ სიახლეს. აგიხსნით კონკრეტულად რა ხდება. თუ ადრე ჩვენ გქონდა საშუალება უკვე რა თქმა უნდა მესამე თაობის დრონებში ფრენის დროს სენსორული კამერების გამოსახულება მიგვიღო დრონზე და ეს ხდებოდა არჩევით ვარიანტში პულტში ჩვენ ვირჩევდით ან რუკას ან კომპასს და ან უკვე სენსორების კამერებით მიღებულ გამოსახულებას, რომელიც ჩავთეთრია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია. ძველ პროგრამულ უზრუნველყოფაში ეგ არ არის, DJI-ს Go 4-ში ეგ არ ხდებოდა და არც იმ დრონებში არ იყო. ფაქტიურად ეს დაახლოებით უტოლდება Inspire-ის თემას, სადაც ორი პილოტი მართავს, ერთი პილოტი, ერთი ოპერატორი, ესე დავარქვათ, ერთი მართავდა დრონს, მეორე იღებდა ვიდეოს. ამ შემთხვევაში მესამე თაობის დრონებში დაგვემატა ეგ ფუნქცია, რომ ჩვენ სენსორებით შეგვიძლია ასე ვთქვათ დრონი ვმართოთ, მარტივ კადრს აგიხსნით, მაგალითად ვიღებთ ან ქუჩას, ან დინარეს, ან ზღვის პირს და ვიღებთ ტოპ კადრს, ზევიდან ქვევით ვიღებთ კამერით ამ კადრს, მაგრამ როცა მოძრაობთ წინ, ვხედავთ რა ხდება. ამ შემთხვევაში DJI-მ დაამატა ეგ საშუალება, რომ სენსორების კამერები შეგვიძლია ვთქვათ უყუროთ, საიდანვე მივდივართ, ეგ უპირველეს ყოვლისა უსაფრთხო ნაწილზე არის გათვლილი, რომ რაიმეს არ დავეჯახოთ. ახლანდელ განახლებაში დაემატა ერთი ძალიან კარგი რაღაც, ჩვენ შეგვიძლია აი ამ სენსორების გამოსახულებას დავაჭიროთ თითი და ეკრანზე გამოვიტანოთ ცალკე ეს ხედვის არეას, ეგ სენსორების. საიდკენაც სტიქს მივუშვერთ, იმ მხარეს ჩანს გამოსახულება და ამის გარდა შეგვიძლია თვითონ ხელით ავირჩიოთ სენსორულ ეკრანზე დავაჭიროთ თითი და ვნახოთ ის გამოსახულება, რომელიც ჩვენ გვჭირდება მარცხნივ, მარჯვნივ, წინ ან უკან. რაც ძალიან მაგარი რაღაცა. კიდე ერთხელ გიხსნით, როცა ვთქვათ ბუნებას იღებთ ტყეს, იღებთ მდინარეს, არა აქვს მნიშვნელობა და ვიღებთ ტოპ კადრს ზევიდან ქვევით 90 გრადუსზე დახრილ კამერით, ამ შემთხვევაში გვეძლევა საშუალება, რომ მაგალითად ვიყუროთ წინ, რომ რაიმეს არ დავეჯახოთ. უსაფრთხოების ნაწილში წინა ვიდეოში გამორჩა ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ეხება ძაღლებს. არა აქვს ამას მნიშვნელობა, ეს ქუჩის ძაღლია თუ თქვათ სახლის ძაღლი და ახლავს მას პატრონი, მაგრამ ძირითად პრობლემას მაინც წარმოადგენს ქუჩის ძაღლები, რომლებსაც აქვს სასწაული რეაქცია დრონის ხმაზე და ფაქტიურად ხშირ შემთხვევაში შეუძლებელი ხდება დრონის უსაფრთხოდ დაშვება რა. მაგალითად ერთ-ერთ ღონისძიებაზე ეგეთი ფესტივალი ტარდება ბათუმში ძალიან მაგარი განდაგანა, სადაც ვიღებდი კადრებს, ამოვწურე თითქმის ჩემი ელემენტი, იმიტომ რომ ლამაზი კადრები იყო გადასაღები და ბოლოს გადავწყვიტე დრონის დაფრენა. ხელში, რა თქმა უნდა, ხელში დაჭერაზეა საუბარი და არა ვთქვათ ასვალზე რომ დამეჯინა რა. ეგ წრე შეკრა რამოდენიმე ძაღლმა, არანაირად არ მომცეს საშუალება, რომ დრონი ხელში მაინც დამეჭირა, ლამი შემჭამეს და გადავწყვიტე პიკაპის სახურავზე დამესვა დრონი. ჩემდა სამწუხაროდ ეგ ვიდეო არ მაქვს გადაღებული არც ტელეფონით, არც დრონით, სადაც ხდება შემდეგი, რომ ძაღლი ხდება
პიკაპის საბარგულზე და საბარგულიდან ადის უკვე პიკაპის სახურავზე და იქედან ყებს დრონს. იმდენად აგრესიულები არიან დრონებთან მიმართებაში. აქ არის ერთი გამოსავალი, ან ვიღაცა უნდა დაგიცვას, ოძაღლი ახლოს არ მოვიდეს, ან ყველაზე მარტივი გამოსავალი თუ მარტო ხართ, ეგ არის რომ ახვიდეთ ძალიან მაღლა, გაიყვანოთ დრონის სხვა მიმართულებით, სადაც დრონის ძაღლები გაყვება. მე რაღაც ნახევარ უბანს ბათუმში პატარა კვარტლებია, წრეზე შემოუხვდეთ და სხვაგან გახვალთ და იქ დაფრინდებით, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი ამას არ აქვს და ასევე ძალიან აგრესიულად არიან განწყობილი დრონთან მიმართებაში ფუტკრები, ბზიკები და ეგრეთ წოდებული ბაზები. ჩვენთან ბაზს ეძახიან, ეს მოზრდილი ბზიკები არის, განსაკუთრებულად საშიში რომელიც არის და გიგვინოს, როცა სოფელში იღებ კადრებს, ალბათ ვისაც გაქვთ გამოცდილება, გინახავთ რომ დრონს როცა ჩამოაფრენთ გადაღების შემდეგ ფრთებზე, პროპელერებზე არის, ესე იგი, თავშეკლული მწერების ისინი რა ნაწილები, ფრთები და ფეხი და რაღაც ეგეთები, იმიტომ რომ ესენი აღიქვამენ ამას საფრთხეთ და იცავენ, რა თქმა უნდა, მათ არეალს, სადღაც როგორც ჩანს, იქ სადაც შევიფრინეთ, ამ შემთხვევაში ახლო იყო მათი ბუდე. ქალაქის ტერიტორიაზე კიდე ერთი საფრთხე, რომელიც ძალიან ხშირია, ეგ არის მერცხლები და ჩვეულებრივი ჩიტები, მტრედები იმდენად არა, მაგრამ აი რაც შეეხება მერცხლებს, როცა თქვა ქალაქში კადრებს ვიღებდი, ჯგუფური თავდასხმა ხდება დრონზე, ესეთ ალყაში აქცევენ ხოლმე, მაგას გააჩნია, რა თქმა უნდა, ფრენის სიმაღლეს და თუ თქვენ აფრინდით იმაზე მაღლა, ვიდრე ჩიტის ფრენის სიმაღლეა, იქ ზევით აღარ მოყვებიან, მაგრამ მათსაფრენ დონეზე თუ დაფრინავთ, ქვევით ჩამოსვლამდე ჩამოყვებიან და ცოტა საშიშია ხოლმე, იმიტომ რომ შეიძლება დრონი დაგიზიანოს და ჩამოგიგდოს. ერთი დეტალი კიდე რომელიც მინდა აგიხსნათ და ძალიან საინტერესოა, ეგ არის დრონით ვიდეოს გადაღება და პარალელურად ხმის ჩაწერა. ჩვენ ვიცით რომ დრონის პულტი იღებს ეკრანის ვიდეოს, სკრინს აკეთებს ეგრეთ წოდებულად. აი ძველ პულტში მაგალითად შეიძლებოდა ცალკე ვიდეოს შენახვა, რომელიცაც ხმით ურთ იწერდა. შეიძლება ახალ დრონს ოღონდ ამ კლასისას ეგ ფუნქციაც აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს სკრინის ჩაწერისას ხმაც პარალელურად შეგვიძლია რომ ჩავიწეროთ და მე მოვსინჯე ეგეთი რაღაც, ეს არის DJI-ის მეორე თაობის მიკროფონი, რომელიც ძალიან მომწონს და მიყვარს. ეხლა ხმას ვიწერ ამ მიკროფონით, ოღონდ მობილურზე დაკავშირებული მაქვს Bluetooth-ით, რადგან მინდოდა რომ წარმომედგინა მე თქვენთვის მეჩვენებია როგორ ხდება ეგ ამბავი და პულტში ჩვეულებრივად პულტზე ვაერთებთ მიმღებს მიკროფონისას, მიკროფონს გავააქტიურებთ, რომელიც უკავშირდება მიმღებს, ეხლა ეს ერთ მიკროფონის ხმას ღებულობს რა. და ავტომატურად, ფუნქციურად ამის არჩევა არ შეიძლება, ავტომატურად ხდება ამ მიკროფონის ხმის ჩაწერა screen recorder-ში რა. და ეგ რის საშუალებას გვაძლევს. აი მოგზაურებთან მიმართებაში შეიძლება ჟურნალისტებს და ოპერატორებსაც გამოგადგეთ ეგ ნაწილი, ნახეთ რა ხდება. DJI-ის მიკროფონიდან მიმღებამდე, როგორც მას უწერია ეგრეთ წოდებულ მონაცემთა პასპორტში, სიგნალს იჭერს 250 მეტრზე. ამაზე ვიდეო რამოდენიმე ნაწილად მაქვს ჩაწერილი, მაგრამ ბოლომდე ვერ გავიყვანე, იმიტომ რომ 250 მეტრამდე შეიძლება ამან დაიჭიროს ხმა, მაგრამ უნდა უყურებდეს პირდაპირი ხაზით. 165 მეტრზე დატესტილი მაქვს და იჭერს და ჩვეულებრივად გამოდის ხმა. და რა ხდება ამ შემთხვევაში, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ წერთ ინტერვიუს, აკეთებთ რეპორტაჟს, ასე ვთქვათ, მიკროფონი უკეთია ორ პიროვნებას, ჩვეულებრივად დიალოგი იწერება, მოდიან თქვათ ბულვარში, ქუჩაში, არა აქვს მნიშვნელობა, მთაში, თქვენ დრონით იღებთ კადრებს, ვიდეო კადრი ინახება დრონში, screen recorder-ში ჩაწერილი კადრები
ხმით ურთ უკვე იწერება პულტში. საბოლოო ჯამში ამ ორ მასალას ერთმანეთს გადაადებთ და რაზღებულობთ სუფთა ხმას. ეს იწერს 16 ბიტში პირდაპირ ტრანსლაციის შემთხვევაში და თვითონ დიქტოფონის ფუნქციაც აქვს 32 ბიტში. ძალიან დიდად ვერ გეტყვით ახლა რა 16 და 32 ბიტებში ჩაწერილი ხმას რა დიდი განსხვავება აქვს, იმიტომ რომ ახლა ამ დონეზე მე რასაც ვაკეთებ, ჩემთვის ეგ ცოტა არ იყოს გაურკვეველი და შეიძლება ზედმეტიც იყოს, იმიტომ რომ ამის შემდეგი მოდელი, რომელიც DJI-მ გააკეთა, DJI Mini, იმას უკვე დიქტოფონი ამოუღეს, შიგამეხსიერება აღარ აქვს, ამას 8 გიგაბაიტი აქვს შიგამახსიერება, ცალკე იგეთი რომ აიღოთ, შეგიძლიათ დიქტოფონად გამოიყენოთ და საბოლოო ჯამში დავშვებით და ვიწერთ ეკრანს, სადაც ღებულობთ უმაღლესი ხარისხის ხმას და ფაქტიურად ცალკე კამერის გარეშე, აი ცალკე ოპერატორის გარეშე, მხოლოდ დრონით შეგვიძლია ჩავწეროთ რეპორტაჟი თავისი ხმით. ან მაგალითად ვიწერთ ჩანჩქერის კადრებს, ვიწერთ მაგალითად ზღვის კადრს, ვიწერთ რაღაც ისეთ კადრს, რომლის ხმაც გვჭირდება. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ცალკე მობილური ტელეფონის ან ვიდეო კამერის გარეშე პირდაპირ ჩვენს პულტზე დავამაგროთ DJI-ის მიკროფონის მიმღები და ეს ხმა უკვე ჩავიწეროთ პულტშივე. და ამ პულტში რა თქმა უნდა სკრინ გამოსახულება გვექნება, რომელიც საშუალებას მოგცემს, რომ ეს ორი მომენტი ერთმანეთს გადავადოთ და მივიღოთ ვიდეო კადრი სუფთა ხმით ურთ. პულტში იწერება მიკროფონიდან ხმა, რაზეც გქონდა საუბარი, პულტზე მაქვს დაერთებული DJI-ის მეორე თაობის მიკროფონი, გაშვებული მაქვს ეკრანის ჩაწერა და ეხლა ჩვენ ხმა გვესმის პულტში ჩაწერილი ვიდეოსი. ზოგადად ბათუმი დააჭარა დრონის საფრენად ძალიან საინტერესო ლოკაცია, იმიტომ რომ ყველანაირი გამოცდილება შეგიძლიათ აქ მიიღოთ. ეგ არის ზღვაზე გადაღების პრობლემა, მთაში გადაღების პრობლემა, მდინარესთან გადაღების პრობლემა, თოლში გადაღების პრობლემა. პრობლემებს იმიტომ ვთვლი, რომ ამ ყველაფერს სჭირდება პრაქტიკული გამოცდილება. ზღვასთან მიმართებაში შემიძლია გითხრათ ერთი რამ, რაც წინა ვიდეოში გამორჩა, რომელიც უსაფრთხო ფრენასთან მიმართებაში ჩავწერე რამოდენიმე რეკომენდაცია. კადრები, რომელიც გინდათ გადაიღოთ გემზე, ან იახტაზე, ან ნავზე, არ აქვს მნიშვნელობა. გირჩევთ, რომ ეგ კადრები გადაიღოთ ბერეგიდან და არავითარ შემთხვევაში არ გაყვეთ მცურავ საშუალებას, იმიტომ რომ დრონის შემდეგ დაჭერა და უკან დაბრუნება არის ძალიან რთული, იმიტომ რომ ჯერ ეგ თუ გემია სრულად მისი გაჩერება ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს, იახტაც დაახლოებით ეგრეა, იმიტომ რომ ტალღები მას ათამაშებს. ამის გარდა, აი მაგალითად ბერეგიდან ზღვაში დრონი შემიშვია 2 კილომეტრზე, 3 კილომეტრზე და არ შემშინებია იმდენად, რამდენადაც გემზე გამიჭირდა დრონის დაჭერა რა. ეგ არის სასწაულად რთული ამბავი, იმიტომ რომ ეს მეტალიც ურევს რაღაცას, ზოგადად დრონს არ უყვარს მეტალი, ეს ერთ-ერთი ესეთი ფესტივალი იყო და ლამის გამოვიტირე დრონი, იმიტომ რომ ფაქტიურად აღარ მქონდა საშუალება, რომ დრონი ბერეგამდე გამეშვა, ნებისმიერ ადგილზე ბერეგზე დამესვა, ოღონდ წყალში არ ჩავარდნილიყო, ზღვაში არ ჩავარდნილიყო რა. ძალიან რთულია და ამიტომ გირჩევთ, დღე იქნება თუ ღამე იქნება ზღვის კადრები, ესე იგი ნავს იღებთ, თევზაობას იღებთ თუ რა ვიცი, უბრალოდ ღონისძიებას თუ ლამაზ კადრები გადაიღოთ ბერეგიდან და არა გემიდან, იმიტომ რომ ძალიან რთულია მე დრონის შენარჩუნება. ასევე ბათუმში ძალიან აქტიური არის ესეთი კატერებზე გამობული პარაშუტებით ფრენა, ძალიან საინტერესო და რთული გადასაღებია ეგ კადრი. მაგალითად ეგრეთ წოდებულ ABS-ს აკეთებ, იმიტომ რომ ეს კატერი მოძრაობს, შესაბამისად ეს პარაშუტიც მიყვება და ამას ეს წრეზე მოძრაობა ფაქტიურად გიწევთ ელიფსის დონეზე და მანდაც ძალიან ყურადღებით უნდა იყოთ, იმიტომ რომ ამ პერიოდში სხვადასხვა ბევრი კატერი ერთად მოძრაობს ამ პარაშუტებით და შეიძლება უბრალოდ
აი ამის წრეზე შემოფრენის დროს სხვა პარაშუტს მოხდეთ და მანდ უკვე დამთავრებულია ვერაფერი ველარ გვიშველის მაგნაწილში. ამიტომ ვამბობ, რომ ბათუმი და აჭარა იძლევა საშუალებას, რომ ყველანაირი გამოცდილება მიიღოთ დრონის ფრენასთან დაკავშირებით. და ეს იქნება ჩანჩქერთან, თოვლთან, გზასთან, მდინარესთან, ზღვასთან. ძალიან დიდ საშუალებას იძლევა ბათუმი და აჭარა, რომ კარგად შეისწავლოთ თქვენი დრონი, თქვენი შესაძლებლობები გამოსცადოთ და რა თქმა უნდა გადაიღოთ ძალიან ლამაზი კადრები. ამასთან ერთად მინდა გითხრათ, რომ თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდებათ და მე შემეძლება რომ აგიხსნათ ან დაგეხმაროთ, მომწერეთ და არ დაგზარდებით, აუცილებლად აგიხსნით თუ რა როგორ უნდა გააკეთოთ. კარგად იყავით, წარმატებას გისურვებთ.